მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონელი ჯარისკაცები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან ირანში იყვნენ ევაკუირებული, გზაზე შეხვდნენ ბიჭს, რომელსაც სტომარაში პატარა დასუსტებული დათვის ბელი მიჰყავდა. მისი დედა მონადირეებს მოეკლათ. ჯარისკაცებმა ბელი რამდენიმე კონსერვის ქილაში, შოკოლადსა და ჯიბის დანაში გაცვალეს. ბელს დაარქვეს ვოიტეკ, რაც მეომრის სიხარულს ნიშნავს. თავდაპირველად ის იმდენად სუსტი იყო, რომ საჭმლის ყლაპვაც კი არ შეეძლო. ამიტომ მას ჯარისკაცები შედედებული რძით კვებავდნენ ბოთლიდან. ვოიტეკი ადამიანების გარემოცვაში გაიზარდა და გულწრფელად მიაჩნდა, რომ თავადაც ჯარისკაცი იყო. პოლონეთის არტილერიის ქვედანაყოფის წევრი. მას კარავში ეძინა მებრძოლებთან ერთად, შეისწავლა სამხედრო სალამის მიცემა ოფიცრების მიმართვისას და ჯარისკაცებთან ჭიდაობდა ისე, რომ არასდროს იყენებდა ბრჭყალებს. მისი საყვარელი საკვები იყო ხილი, მარმელადი და ლუდი. ამბობენ, რომ ხანდახან ანთებულ სიგარეტებსაც კი ჭამდა. როდესაც ქვედანაყოფს ეგვიპტიდან იტალიაში გადასაყვანად ამზადებდნენ, ბრიტანულმა სარდლობამ ცხოველის გემზე აყვანა აკრძალა. აკრძალვის გვერდის ავლის მიზნით პოლონელებმა უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღეს. მათ ოფიციალურად ჩარიცხეს დათვი არმიაში. ვოიტეკს მისცეს სამხედრო ბილეთი, პირადი ნომერი და რიგითის წოდება. მისი ვარსკვლავური საათი დადგა მონტე-კასინოს ბრძოლის დროს. როდესაც არტილერია ცეცხლს ხსნიდა, დათვი აკვირდებოდა, როგორ ეზიდებოდნენ მისი მეგობრები მძიმე ყუთებს. ყოველგვარი ბრძანების გარეშე ის მიუახლოვდა სატვირთოს, დადგა უკანა თათებზე და წინა თათები გაწოდა. ჯარისკაცებმა მასზე ჭურვებით სავსე ყუთების დატვირთვა დაიწყეს. აფეთქებების გრუხუნისა და ტყვიების ტვენის ფონზე ვოიტეკი მთელი დღის განმავლობაში ეზიდებოდა საბრძოლო მასალას მანქანებიდან ქვემეხებამდე და არც ერთხელ არ დაუგდია ჭურვი. ამ ისტორიამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ დათვი ჭურვით ქვედანაყოფის ოფიციალურ ემბლემად იქცა. ომის შემდეგ ვოიტეკი შოტლანდიაში აღმოჩნდა და გადაეცა ედინბურგის ზოოპარკს. იქ მან სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრა. ყოფილი თანამებრძოლები ხშირად აკითხავდნენ მას და ღობეზეც კი ხტებოდნენ, რათა ძველ მეგობარს მოხვეოდნენ. დათვი კი სიხარულით ბუტბუტებდა, როდესაც პოლონურ ენას ისმენდა. შოტლანდიასა და პოლონეთში ვოიტეკის პატივსაცემად არაერთი ძეგლია აღმართული, როგორც უჩვეულო მეგობრობისა და ადამიანურობის სიმბოლო, რომელიც ყველაზე მძიმე დროშიც კი არ ქრება.